დილაშიდობისა მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებით მაღვიძარას ერთგულ მაყურებელს, ვიმყოფებით კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან სტუმრად სახლში და ახლავე გაარკვევთ ვინ არის იგი. თუ მოგინდებათ რა საკვირველია. დილაშიდობისა გია. დილა ხო? გამარჯობა. გია გომბერიძე. დილაშიდობისა უნდა მეთქოთ შუა დღემშვიდობისა. ინტრიგნულად თუ გინდა შუა დღემშვიდობისა თქვა და თუ ისე მეგობრულად დილამშვიდობის. მაყურებელი ვერ ხვდება ახლა რატო თქვა ესეთი რამ, იმიტომ რომ გია ცხოვრების სტილით ბუა. ბუა თუ ბუ? ბუ. ძალიან. იცი რას გეტყვი? ხა მე შენ გეტყვი ერთ რაღაცას. თუ არის დილით საქმე? ვარ მეორეს რა ქვია? ვარ მეორეს რა ქვია? მეორეს რა ქვია? ბუდა? ბუდა ტოროლა. ტოროლა. და თუ არ მაქვს საქმე რა ჯობია დილიცას ჩემოთიკო. აჰა, ანუ შენ ხათაშორის მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ მე მწვენია ხოლმე დილით გვიანად გომა, იმიტომ რომ თიკო ისე ადრე დგება რომ მინდა რომ დავასწრო ხოლმე. დაახლოებით 7 საათი, იმიტომ ტოროლა ვარ მე. ტოროლების თუ გშურს, ეს საინტერესო კითხვა. ტოროლების შურს რატო გეტყვი? თეთრი შურით გეტყვი რატომ შურს? რამდენიმეჯერ მომიწია ძალიან ადრე ადგომა. ისე ადგომა კი არა რომ გეძინება, აი უკვე მხნეთ და მივხვდი რომ ძალიან ბევრი რამის მოსწრება შეიძლება და ძალიან ხალისიანია შემდეგ მთელი დღე და სხვათა შორის მაგის მე საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო საკმაოდ ხშირად დგები დილით, იმიტომ რომ აი თვითონ ეს პროცესი მომწონს დილის საათების და ისე სხვათა შორის არც ზე არ ვიტყვი. იცი სიზმარს ნახულობ ყოველთვის. ეს არ ვიცი რას ნიშნავს. ფსიქოლოგიურად ვკითხო. ყოველ ღამე. ყოველ ღამე. მაგრამ არასოდეს დილით არ მახსოვს რას ვნახულობ. ეთყო ფანჯარას უყურებ ეგრევე. რას უყურებ? ფანჯარას არ უნდა შეხედავ, იმიტომ რომ სიზმარი დაგავიწყდება პირდაპირ. ამიტომ ჩააბნელით ესე ადექია. არა, სხვათა შორის ყოველთვის ნახულობ სიზმარს და ვერასოდეს ვერ ვიხსენებ, რაცა არის მომენტი რომ ფერები დაღლილიც კი ვიღვიძებ. რაღაცას სიზმარს რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ მე არ მახსოვს რისი იყო ეს დაღლა. ფერებიც არ გახსოვს? ძალიან უცნაური კითხვა. შავ-თეთრი იყო, ფერადი იყო. გიჟიც ახალ საუნდტრეკი და როგორც ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, რომ ხედავ მუსიკალურ სიზმრებს. მუსიკალურ სიზმრებს. კონცერტი. ძირითადად შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს. გააჩნია ეს, ნუ მუსიკა სულ არის ყოველ შემთხვევაში. აი, მუსიკა თუ გაღვიძებს სტილს, ანუ ერთადერთი სხვათა შორის, რაც კარგ ხასიათზე მაყენებს, ეს არის დილით მუსიკა, მაგრამ ვიწყე ხოლმე სულ ახალ ის აი ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, ხშირ კარგად მიცნობ, მე არა ვარ ისეთი ტიპი, ძალიან ბილი და ეს, მაგრამ დილით ვარ ძალიან ასე ვთქვათ, ბილი. მაგარი ვირიქი. დილით ვარ მაგარი. და აი იმის ხასიათი თუ მაქვს რომ მუსიკა ჩართო. მე ძალიან კარგია, მაგრამ როგორც წესი. მაგრამ გეზარება მუსიკის ჩართვა თუ რა ხდება? ხასიათი ხო და იმ მომენტს აი ყურე უნდა ადგე მიხვიდე ჩართო. ფანჯარას შეხედავს სიზმარიც დაგავიწყდება. მუსიკას აზრი არ აქვს, ვიღაცამ ჩაგირთოს. ეს არის მხოლოდ შხაპამდე. შხაპამდე და შხაპში უკვე იწყება დილა და მღერი. თავს გძნობ წყალში, როგორც გინდა ისე გამიდი. წყალში ძილი არ გიწია არასდროს? ერთხელ იყო სხვათა შორის ჩამეძინა და ძალიან ცუდად გამეღვიძა, აღარ ვიცოდი სად ვიყავი. მამა პაპული მაღვიძარა თუ გაქვს სახლში? არა მაქვს მამა პაპული მაღვიძარა, გაჩვენებ ჩემს მაღვიძარას, ახლა გამოგიტან. მობილური? არა, მოიცა გამოგიტან ახლა. აი ეს არის ჩემი მაღვიძარა. აი ეს არის შენი მაღვიძარა. აი უნდა გამაღვიძოს მე. ანუ ეს როგორი ვარიანტი? ეს არის პირველი ეტაპი. პირველი ისა და შემდეგ ვირტუალური მთელი ოჯახი ერთვება ჩემს გაღვიძებაში და გაღვიძება ჩემს ძალიან ეს პირველ საძლევს და დედაჩემად შეიმუშავა 20 რამდენი წლიანი პრაქტიკის შემდეგ 30 წლიანი პრაქტიკის შემდეგ ისა რა ქვია გაღვიძების მეთოდი, იმიტომ რომ ისეთი ცუდ ხასიათზე ვიღვიძებ, გაღვიძაი თუ მაღვიძებენ, რომ ხო როგორ აკეთებ ციკარებს გააღებს და 12 საათია და დაგჭირდა. კარგი. შეგიძლია დაგვირეკო როგორ
გაგვიწევს მაგვიწერა. იცი რა მანიპულაცია უნდა ჩავატაროთ. აი დაახლოებით მობილურის ზარის მაგვარი არის. მე გეტყვი მე რატო არა მაქვს ის მე ჭირდება ის. ქონია როდესმე? მე მქონდა და ძალიან ბევრჯერ ცუდად დაამთავრა თავისი ისტორია. ეგეთი არ იყო მთლად, მაგრამ აი სკოლის ზარს რო გავს ზარი. ხო, აი სკოლის დიდი შესვენების. მქონდა სხვათა შორის აი სკოლის პერიოდში მქონდა და ისე ცუდად მახსოვს. იმის მერე აღარ ყოფილა ჩემ ოჯახში. აი რამ შეიძლება გაგაღვიძოს დილას რომ მთელი დღე ცუდ ხასიათზე იყო. მეზობლის ხმაურმა, ძაღლის ყეფამ, ტელევიზორის ხმაურმა. ყველაფერმა რაც გამაღვიძებს. ესე იგი 7 საათი არ უნდა დააკლდეს. 7-დან 8 საათამდე უნდა მეძინოს. თუ ამას დააკლდა 9 საათი მაინც. სულ ერთია. საერთოდ მოზრდილს დასრულ ადამიანს 8 საათი უნდა ეძინოს. 7-8. მას მერე რაც შეთხარ შხაპში მღერი? გაჩნიეს ხასიათს კი ხშირად მღერი კიდევაც როგორც წესი იმ სიმღერასაც ბოლოს მოვისმინე. ბოლოს და რა შეიძლება ეს ბოლო იყოს? აი მაგალითად ტელევიზორში არის რაღაც. აყვავდება როცანუში. თუნდაც აყვავდება როცანუში, თუნდაც რაიმე თქვენი არხიდან არაჩვეულებრივი ვოკალური. მაინც რომელ გვენ სტეფანი თუ მადონა? არა, შემღერი. ჩემო კარგო. და საინტერესო შხაპში გია ჩემო კარგო. არ დამკარგოს რო იყო. და ოღონდ როგორ ვიტანჯები? ეხა ხუმრობით, აი რა სიმღერასაც და თან ხო არ ვიცი, ხო ბოლოსაც იყო რა, დავუშვათ აი ტელევიზორში რაღაცა და შევედი, ხო? და ვიტანჯები რომ სიტყვები არ მახსოვს. და ვიხსენებ. და სიმღერა რო არ იყოს ბოლოს და რამე სხვა იყოს, იმასაც ლაპარაკო. მანამდე ხო იქნებოდა რაღაც სიმღერა. დავუშვათ კურიერი მეორე დღეს. მართლა ხუმრობის გარეშე ძალიან დიდი დოზით არის ჩემს სახში მუსიკა. ან კომპიუტერიდან, ან თუ ეთერში არ არის მაშინ მაგნიტოფონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ სულ არის მუსიკა. მით უმეტეს თუ მარტო ვარ, სულ მუსიკა მაქვს ჩართული. მაგის გარეშე არასოდეს არა ვარ და ერთადერთი რამეა, რასაც სხვათა შორის საერთოდ ცუდ ხასიათზე, კარგ ხასიათზე მაქვს. გაყენებს. კარგი ბატონო. კარგი სიმღერა, რომელიც მიყვარს. მაგვიზარა დაგიბრუნდება ძალიან მალე პირდაპირ ეთერში და გავიგებთ მიერთმევს თუ არა დილაობით საუზმეს გია. საუზმეს არ მივერთვა, უბრალოდ ხარ ესეთი მსუქანი. კიდევ ერთი დილამშვიდობისა და ვარკვევთ საუზმობს თუ არა დილაობით. საუზმეს სხვათა შორის ეხლა მე თქვენთვის არ მომზადებულ ვარ, როგორც წესი ხილი და ნამცხვარი. ხილი და ნამცხვარი. ოღონდ ეს დაახლოებით 4 ფინჯანი ყავის შემდეგ და ყავა აუცილებლად მოიყოს მწვანე მონარქი. რამდენი ფინჯანი ყავის 4 ჭიქა ყავის შემდეგ. ეგ არის საჭირო ჩემი ბოლომდე გამოფხიზლებისთვის. ოღონდ ყავა უნდა იყოს ძალიან კარგი. ესე 4 წინასწარ იმზადებ ხოლმე თუ თანდათან? არა, ეგ არის მთელი, აი შენ ვერ ხვდები გამოფხიზლების პროცესს. აი იღებ ჭიქას, ყრი ყავას, ასხამ წყალს. ეს დრო ხო მიდის ამაში. წაიღებ და ნელ-ნელა სვავს სიგარეტთან ერთად. მერე კიდევ აიღებ მეორე ჭიქას და ისხავ ყავას, გახვალ და აი ესეთი 3 ჭიქის შემდეგ უკვე ვიწყებ ტელეფონზე რეკვას. ნელ-ნელა ცოცხლდება ხო ტვინის უჯრედები? ხო, აი წინასაც ვიჯექით ეგ ჩემი კაბინეტიც მანდ არის, მან მიყვარს ჩდომა, 3 ჭიქა ყავის შემდეგ ვიდებ ორივე 3-ვე ტელეფონს და იწყება რეკვა დაახლოებით 2 საათი ნახევარი. აჰა, და მუშაობა ტელეფონი. სულ თემი, ჩემ მე აი მასე მუშაობ რა, ანუ წინაპირობა მუშაობის ეგეთი მაქვს, მხოლოდ ტელეფონით. დაახლოებით 2 საათი, 2 საათი ერთად. ასე და არა ტელევიზორს. ეს აუცილებლად სულ ჩართული უნდა იყოს. ტელევიზორი როცა ძინავს მაშინაც ჩართული. ინფორმაციას თუ იღებ. ინფორმაციას სხვათა შორის არასოდეს არ უსმენდი და ბოლო რამდენიმე წელია მარტო ინფორმაციას უყურებ. როგორ გინდა არ უსმინო და ქუჩაში ისე გახვიდე. მე ვიცი რომ შენ არატრადიციულად ამზადებ ყავას და რაღაც ყავას არატრადიციულად არ ამზადებ. იცი რა არის? ვინოიდან მე ვსვამ ძალიან ბევრ ყავას, ამიტომ გადავწყვიტე რომ მეპოვა, ანუ გამესწავლა ისეთი გზა ნაკლე არა, მარტივი არა. ნაკლებად საზიანო და პირიქით, აი ყავამ რო რაც კეთილი თვისებები გამოაქვს. აი ეგ, ანუ რო გარგოს პირიქით. ვიდრე კოფეინით გაიჟღინოს ორგანიზმი. ამიტომ ყავა უნდა იყოს, აი ავტომატის ყავას რო ეძახიან, ხო იცი, არც ნალექიანი და არც უნალექო. ანუ მე აი
მანქანის ყავას რომ ეძახიან, სქელი, სქლად დაფქვილი და პირდაპირ მდუღარე წყლით, ანუ არ უნდა მოიხარშოს. ამ სიტუაციაში ნაკლებად ვნებს ორგანიზმს და ყველა მის თვისებას, ასე ვთქვათ, ეს შესაკუთარ თავზე გამოცადეთ თუ საერთოდ ყავას როგორც კი ვცვლი, აი შედარუშვად არ ამაქვს, უცებ გამითავდა და შემოვიტანე საიდანღაც. თუ ყავს რომ ცუდად ხდება, სხვათაშორის ყველას ურჩევ. ყველას ურჩევ. ყავა რომ აი ხო არის რომ ყავა ამისთვის არის კარგი, ამისთვის ძალიან ბევრი რაღაცისთვის სხვათაშორის ღვიძლისთვის, ახალგაზრდობას უნდა ჩუმეთ, კარგია ძალიან. ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. და მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ყავა აუცილებლად ძალიან კარგი. უნდა იყოს ქიმია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჯობია ყავა ცოტა ძვირი გადავიხადოთ, მაგრამ ყავა იყოს მაღალი ხარისხის და ის აუცილებლად არავის არ ავნებს, რამდენიც არ საკუთარ თავზე გარანტიას გაძლევთ, რომ მე ყავასაც ვარ. კი, მოდი ხე შენ მომეხმარესენი გაიტანე და ამასობაში მე აი ესე. რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი დილას ხილის სალატი. არავითარი, ერთადერთი აი როცა გახსოვს ჩვენ ვისაუბრეთ დილით ძალიან ადრე როცა ვდგებით, იმ შემთხვევაში ძალიან მიყვარს ერბო კვერცხი. ნახსენდება ბავშვობა და აი ხო აი 7-ზე, 8-ზე, 9-ზე ესეთ მომიწია ადგომ აუცილებლად ერბო კვერცხი. აი ნუ ისეთი ტრადიციული საუზმე, სუსტ ხაფლი, ყველი და ასე შემდეგ. ჯემი და ასე. მოგიტანე ხოლმე ყავას. ხარა განსხვავებული მართლა ამაში არის ის რომ ანუ ეს ყავა წესით არის მოსადუღებელი. ანუ მანქანაში უნდა მოწ და მე პირდაპირ ანუ და გემოს შენ თვითონ მიხვდები რომ ასე ბევრად გემრიელიც არის. და დაახლოებით 2 კოვზე. დაახლოებით 2 კოვზე, იმიტომ რომ ყავას გემო უნდა ქონდეს. ხარა ეს ადრე რო იყო ეს ნამსხვრები, სიგუას ნამსხვარი და რაღაცა იყო შევარდნაძის ეროგი, ექსი. ეხლა იქნება გიას ყავა დღეიდან ეს და ეს დაასხამ. გუმბერიძის ყავა ეს. არის უგემრიელესი, დრო ცოტა უნდა, ამ დროს მავნეც არ არის. ანუ ისევე როგორც მზადდება უნალექო ყავა. მოგაქვს შემდეგ მაგიდასთან უმასპინძლებით სტუმრებს. ეს ცოტა ზედმეტია ახლა ჩვენთვის, ეს თქვენ მაყურებელს. რატო? მოიცა ვერ გავიგე რა, ამ ადამიანს არ უნდა? ეს სხვა ადამიანი არის, ეს კამერა. შენ სხვათაშორის წესიერად ელაპარაკე კამერას, თორე კამერა თუ გაგიბრას და მე და შენი პროფესია იქნება წყალში გადაგზავნით. გავაგრძელებთ აუცილებლად მაღვიძარას, დაგიბრუნდებით და გავარკვევთ კიდევ გამახსნევებელი ვარჯიშებით თუ არის დაკავებული დილას გია. გამახსნევებულ ვარჯიშებს მივუბრუნდებით. იცი რა, როდესაც შენ მე მითხარი რომ დილის გაკეთება მინდა გახსოვს მე გითხარი რატო? იცი რატო? ყველაზე ნაკლებად, აი ყველაზე პასიური ვარ დღის მაგ მონაკვეთში. ანუ სხვა ყველაფერი ბევრად სხვანაირია. რამე დაუშვათ იგივე სამსახური. მშვიდობისას გაკეთება მინდა გია ესეთა და მე რეკა. რა თქმა უნდა. მე ვინაიდან როგორც თქვი ვარ განწყობის ადამიანი, ესეც არის რა თქმა უნდა განწყობის ადამიანი. ხო გითხარ რომ რაღაც იოგას ვეტანები და ჩემი რაღაც გამოცდილი მეთოდები მაქვს. აერობიკას და ასე შემდეგ არა. არა, მხოლოდ ტანვარჯიშში თვარ დაკავებული. ბატუტზე ხტომით რაღაც. ბალეტის ისინი, რა ქვია, მოძრაობები და პლუს ფატოტი და აი ბუსილეთები. ხო, აი ეს ყველაფერი არის ჩემს ცხოვრებაში არის ხა. უკვე გამჯდარი გაქვს. იმდენად შენია. იმდენად შენია რომ ვდგები, აი მაგის გარეშე ჩემი თვე წარმომიდგენია და ყველას გიჩვენთ რომ ხა ხუმრობის გარეშე. დაგაგეთ ზემოთ ხსენებული ilethებით და სხვადასხვა არის ძალიან ბევრი ვარჯიშები. როგორც ჩემი მეგობარი ერთ-ერთი თამამნაშილი ამბობს, რომ მოძრაობა არ ჭირდება. მოძრაობა არ ჭირდება, გონების ვარჯიშს გულისხმობ? გონების ვარჯიშები, თვალის ვარჯიშები, რომელსაც ძალიან ხშირად ვაკეთებ მართლა, იმიტომ რომ შინაშენია რომ მალე არ დამაკლდეს. თვალების ვარჯიში როგორ? იცი როგორი არის თვალების ვარჯიში? შორს გახედვა, ახლოს გახედვა. ზუმები. ხო, აი ზუმები. რა თქმა უნდა და ერთადერთი რაც არ მეზარება და ყოველთვის მართლა კარგ ხასიათზე მაყენებს, იყო საუბარი ერთხელ ძალიან დიდი ხნის წინ, რის მე ძალიან ხშირად ვიყენებ ამას. ანუ იყო ლაპარაკი რომ დილითო ну ერთი ადამიანის აზრი ასეთი იყო, ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვები საჭირო არ არის. თავარია გააღვიძო ორგანიზმი.
და გაღვიძება ხდება როგორ ყველა აი სადაც ჩვენ სახსარი გვაქვს და კისერი, მხარი, კლავი, მაჯა. მის შემდეგ ქვემოთ წელი, მუხლი და კოჭთან, ხო? აი უნდა შეეცადო რომ 10-დან 20 რაოდენობამდე, აი დავუშვათ თავის მოძრაობა, შემდეგ ხრის მოძრაობა, კლავის, მაჯის, წელის და ჩაბუქის. მუხლები არა, მუხლების ჩაბუქი. მუხლებით შეგიძლია. აი ეს 10-15 მოძრაობა აბსოლუტურად საკმარისია, ძალიან მალე კეთდება, არც გაიღვიძოს ორგანიზმი. ყველა მთლიანად იგუძებს ორგანიზმი და არის სახსრებისთვის ეს ყველაფერი ძალიან კარგი. ტვინის გამოსაფხიზლებელი ვარჯიშები. ტვინის გამოსაფხიზლებელი ვარჯიშებს მე არ ვაკეთებ. მაგრამ რაღაცა უნდა გაიხსენო. აი დილით რა ადგილი, მამავშობიდა. მე ხო რაღაც ლექსის ტაიპი, ანუ ისეთ კი არა რაც ახლა ზეპირად იცი, ბავშვი ჟუჟუნა წვეულობ და რაღაცა. აი ისეთი რაც ანუ რაც იულად არ გახსენდება, ისეთი რაღაცა უნდა გაიხსენო რამდენიმე და ძალიან მალე იწყებს ტვინი მოქმედებას. გავიხსენე რა, აი დაუშვათ გალაქტიონის რომელიმე ლექსის მეხუთე ტაიპი. ხო ძნელი ანუ დასაძაბი, ანუ გონება რომ დაიძაბოს რამდენიმეჯერ და всё, აბსოლუტურად მუშაობს ტვინი. აი, მოსახლეობის მეხუთე ტაიპი. სიტყვაზე, ხო, აი დავუშვათ, როგორ იწყება მეორე სტროფი. ეგრე, ანუ ისე კი არა რომ მიყვედა, აი იხსენო, ანუ მაგ პროცესში უკვე თვითონ ტვინი მუშაობს და იგუძებს. ზოგი კროსვორდსაც ავსებს მე მგონი. დილით ეხა მე რო კროსვორდი მომცე ძალიან ცუდად შევარდები. და ესეთი კითხვა მაქვს, რომელიც ახლოს არის იმ კითხოს ნახოს, რომ მინისტრო კურიოს ხომ ვერ გაიხსენებთ, მაგრამ ვერ ავწდებით, რაიმე დილას ხომ ვერ გაიხსენებთ განსაკუთრებულად, რომელიც დაგამახსოვრდა. ან ხმაურით გაიღვიძე, ან ჩხუბით, ან რაღაც. უახლოეს ძალიან ახლო წარსულისას გეტყვი. დილით ახლა ჩემი ხასიათი უკვე მოგიყევი როგორც ამას გაღვიძების დროს და თან ცოტა გაცივებული ვარ, წარმოიდგინე, ყელი რო გტკივა. და არის სადღაც 12 საათი. კარებს არის იცი როგორი ბრახონი რომ ნუ ვიფიქრე რომ ეხლა თან აქ ხო არ არის ჭიშკართან უნდა გავიდე. ხა. ვფიქრობ რომ ნეტა რა მოხდა ესეთი, იმიტომ რომ მივხვდი რომ ჩემების სახში არ არიან. იცი როგორ აბრახონებს სარო. თან გაგაღვიძებს. არა, უკვე მღვიძავს, მაგრამ უკვე თან შემეშინდა რა და ვფიქრობ ეხლა რომ ან გაზზე იქნებიან, ნუ რაღაც ასეთზე და ნუ ეხლა წავლე ავათავარ და ეხლა რა ვქნა? ეზოში ეს ყოველი კარი გააღო და ეზოში უნდა გავიდე და ცივა. ზუსტად 15 წუთი აბრახონა ვიღაცა. ოღონდ ხელებით, ფეხებით ყველანაირი რაც ქონდა ჩანთა, უთხრა თან ზარსხობის პერიოდი ჭირდება რა რომ დარეკავ და რაღაც მუსიკა თავისი უნდა და პარალელურად ზარს მისცემს და ბაბა. ჭხილები შეარჩევ. ვინახართ მეთქი და სასწრაფოდ გამოგძანდით. სასწრაფოდ არჩევნებიდან ვართ, საიდან ვართ. ხარი უკვე იყვნენ ახლა თავი დამანებეთ. უკვე იყო. ერთხელ უკვე იყო. არაო, ეხლა მთავარია მოსულიო. ნუ აი რა ჩავიცვი პიჟამოზე ხალათი, ну აი დრასანახავით თმები ასე რაღაც და გავაღე და აი აბსოლუტურად დასრული ადამიანი დგას და კარი ხო გავაღე ამდენი ხანი ეს ყველაფერი გაიგონა რომ რომელიც უნდა თავარ წადი და მერე მოდი და რა მკითხა აბა მოგწონს გიგი უგულავაო ეხა მე უთხარი აქედან გამასწარი თორე მე შენ განახებ არჩევნებს. არა, მართლა ფორმა ხო აქ არა რაღაც. აი კარი გავაღე და ტიპი თავი. მოგწონს გიგი უკვე ვიფიქრე ერთი უნდა უთხრა გიგის. ესეთი ხალხით უნდა ყველგან მიცემს ხმას თქო. დაგიბრუნდები ძალიან მალე ისევ პირდაპირ ეთერში და გავარკვევთ როგორი დილად არა გაცი. მოდი ხო უკვე შუადღე მშვიდობისას გეტყვი ხო გია? თუ საღამოსა. თუ საღამოსა არა. ნახევრად შუადღე, ნახევრად საღამო მშვიდობისა და მაინტერესებს და მარტო მე არა მაყურებელს რით ხარ ამჟამად დაკავებული? ამჟამად კვლავ დაკავებული ვარ, ასე ვთქვათ, კონცერტებით. მე ალბათ მოიხსენება ჩვენს მაყურებელს რომ ვარ ნატო გელაშვილის და ნუცას პროდიუსერი და საკმაოდ ისეთი დატვირთული სეზონი გვეწყება. ეხლა ნუცა ჩამოდის თბილისში, ბათუმის კონცერტში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ City Club-ში იქნება კონცერტი. გვინდა სპექტაკლი წელს სამთრამდე აუცილებლად Edith Piaf-ი როგორღაც ჩამოვიტანოთ. ეხლა მიდის მოლაპარაკებების პერიოდია. იქნება აუცილებლად ნატოს
კონცერტი, ანუ მე შემოდგომის პერიოდზე დიდი კარგი კონცერტი იქნება. აგრეთვე არა მარტო დავუშვათ ნატოდან ნუცაკ, რამდენიმე რუსული კონცერტიც არის დაგეგმილი, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ ჩვენ ყველას გვექნება იმის ხალისი და ხასიათი, რომ მოусმინოთ რუსულ მუსიკას, ჩავატარებთ. თუ ასე გააგრძელებენ მოქცევას, ხო, თუ ასე გააგრძელებენ მოქცევას, მომღერლების მაგათ ყავდეთ თავისი და ზევიდან კიდე სამხედროებიც. ანუ ყოველ დილას ხდება მუშაობა, ხო? იწყება მუშაობა. ანუ ჩემი დილა ეგ ტელეფონებით ყველაფერი, მინიმუმ 2 საათი ჭირდება. შუადღე, ხო, მინიმუმ 2-3 საათი ჭირდება ტელეფონზე საუბრისთვის, სხვადასხვა საქმით, შემდეგ ავდივარ გარეთ. და თუ იგი უგულას ხალხმა არ გაგაღვიძა დილას, ეს ყველაფერი კარგად მიდის, თუ არა და პატარა თუ ანუ არასწორი გაღვიძება არ მოხდა, ყველაფერი კარგად მიდის, რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით. ესე იგი, ეს მშვენიერი ვერანდაში ვარჯიშია თუ ტერასა, ასე ვთქვათ, რატო არ ვარჯიშობ? ტერასა, იცი რატო არა ვარჯიშობ? ეხლა ველოსები უნდა გავლესოთ და გავაკეთებ მშენებლობის პერიოდში ვარ და აი რომ დამთავრდება მე ან ძირთად თითების ვარჯიში გაქვს ტელეფონზე როცა გრიფავ, ხო? გამამხნევებელი თითების და სახსრები. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. უფრო დიდი მადლობა რომ დაგვხვდით. ვუსურვებ შენს პროგრამას და მთლიანად მაესტროს წარმატებებს. ახალ პროექტებს და ერთგულებას როგორც ყოველთვის. See you. აუცილებლად გაგაღვიძებთ ამ დღეებში კიდევ. მივხვდით ალბათ რატომ გამოჩნდი ახლა ეთერში, უნდა დაგემშვიდობოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამით დილად ცნობილებთან ამოწურულია, შევხვდებით ხვალ ერთმანეთს კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად. კარგად.